რეჟიმი ტროტუარზე დგომის ბრალდებით მოქალაქეების გასამართლებას აგრძელებს. დღეს კიდევ 4 მოქალაქის ხდომაა დაგეგმილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ისინი ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება. დღევანდელ საქმეებს ევროკავშირის ქვეყნის მიერ სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს. დღეს ასევე შეიძლება ჩაინიშნოს წინა კვირაში, ასევე ტროტუარზე დგომის ბრალდებით დაკავებული სანდრო მეგრელიშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში. მეგრელიშვილი და კიდევ 4 მოქალაქე ამავე ბრალდებით არიან დაკავებული. სამართალდამრღვევად კი მოსამართლე დავით მაკარიძემ ტროტუარზე დგომისთვის წინა კვირაში 7 ადამიანი ცნო. დაიწყო თუ არა სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში, მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება ტროტუარის საქმის დეტალებს. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სასამართლოს სხდომა დღეს ტროტუარების საქმეზე. დღეს 4 მშვიდობიანი დემონსტრანტის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ესენი არიან ნატალი ლაზიშვილი, ელენე ჟღარკავა, გიორგი ბულია, მარინე ჟვანია. დღეს ნატალი ლაზიშვილის შემთხვევაში მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს და უნდა გააცნოს საზოგადოებას მისი გადაწყვეტილება შეუფარდებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას მშვიდობიან დემონსტრანტს, რომელიც ტროტუარზე დგომით მოხატავდა თავის სათქმოს და პროტესტ რეჟიმის მიმართ, თუ შემოიფარგლება სიტყვიერი გაფრთხილებით. დანარჩენი დემონსტრანტებიც ახლა იგივე მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ სწამთ, რომ ახლა თბილისის საქალაქო სასამართლო არ გაითვალისწინებს სამართლის ნორმებს და კვლავ მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც უკვე ვიხილეთ წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში, როგორც იცით, 7 დემონსტრანტიდან 5 ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, 2-ის შემთხვევაში კი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ეს უნდა გამოაცხადონ გადაწყვეტილება ნატალაზიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ედავებიან შესაძლებლად სავალდებულო გაფრთხილების შეუსრულებლობას, ანუ იდექი ტროტუარზე ვიღაცების უშლიდი სიარულს გითხარით, რომ გადასულიყავი და არ გადახვედიო, რაც არის ტყუილი, საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ვინმე გაფრთხილება გააკეთა, ასევე ეს აქცია არ იყო სპონტანური, აქ მოხდა შეტყობინება აქციასთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი არ გაუწია ამ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელმა, პასუხი იმაზეც კი ვერ გაგვცა განცხადებაზე, რატო იქნა პასუხი გაცემული სასამართლომ ჩემდა სამწუხაროდ არ გამოიკვლია საქმე სრულად და არ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ახსნა გამარტება წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატო არ მოხდა განცხადებაზე პასუხის გაცემა. ნატალაზიშვილის შემთხვევაში კანონი, რომელიც ქართულ მოცემამ იყო, დარღვეული არ არის. შესაბამისად, მისი ციხეში დაშვება და გამტყუნება იქნება უკანონო გადაწყვეტილება. რაც შეიძლება გადაწყვეტილებას წინასწარ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. შესაბამისად არის უსამართლობა. არ შეიძლება ტროტუარზე დგომა იყოს დასჯადი. შესაბამისად სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, წინასწარ არ ვიცი. მაგრამ რაც აქამდე გამოიტანეს, არის დისკრიმინაციული, იმიტომ რომ მხოლოდ გენდერის მიხედვით თუ გენდერის ნიშნით მამაკაცებს იჭერენ და ქალებს გაფრთხილებას აწევენ. ჩემი მოლოდინი არის, რომ გადაწყვეტილება დიდი ალბათობით იქნება ჩემ შემთხვევაშიც იგივე, რაც წინა კვირაში მიღებული გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით მეც ვცნობენ სამართალდამრღვევად, თუმცა რა იქნება, ასე ვთქვათ, ამის შედეგი, პატიმრობა თუ უბრალოდ გაფრთხილება, ნამდვილად არ ვიცი. რაც არ უნდა იყოს პრინციპში გადაწყვეტილება, არ ცვლის ეს თემის აბსურდულობას, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანის მტკიცებულებებში არის კადრები, სადაც მათივე განცხადებით, რომ თუ ჩვენ განზრახ უშლით გადაადგილებაში დანარჩენ მოქალაქეებს ხელს, ამ ყველა ვიდეოში ჩანს, რომ არანაირ შეფერხებას ჩვენ განზრახ არ ვქვნით მოქალაქეებს, ვინც გადაადგილდებიან. სულ რამოდენიმე საათში დაიწყება ჩემი რიგით მესამე პროცესი მოსამართლე მანუჩარ ცაცუასთან, ეგრეთ წოდებულ ტროტუარის საქმეზე. რახან პრეცედენტი უკვე შედგა და რამოდენიმე ადამიანი უკვე გაასამართლეს ამ მუხლით და მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობები, არც ჩემ შემთხვევაში ველი განსხვავებას. არის შანსი, რომ გამოცხადება გადაიდოს, უფრო გააჭიანუროს პროცესი. ამ ყველაფერს რამოდენიმე საათში გავიგებთ. დღეს ჩანიშნული ყველა პროცესი აქამდე უკვე რამდენჯერმე არის გადადებული. მოსამართლემ ვერ შეძლო აქამდე განაჩენის გამოტანა, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მათ არასაკმარისად მიიჩნეს. შესაბამისად, კიდევ მისცეს პროკურატურას დრო იმისთვის, რომ დამატებით ვიდეო მტკიცებულებები მიეტანათ. რაც შეეხება უკვე პატიმრობაში მყოფ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ისინი ამ კვირაში სავარაუდოდ დატოვებენ იზოლატორებს, თუმცა ყველა მათგანის საქმე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია სანდრო
ჩაინიშნება მალე სავარაუდოდ სანდრო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესით. სავარაუდოდ სეპირი მოსმენის გარეშე ჩატარდება. სანდრო მეგრელიშვილი ხვალ უკვე დატოვებს იზოლატორს და გამოვა 4-დღიანი პატიმრობიდან. საინტერესოა დღეს თუ ჩაინიშნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი პროცესი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ახლა ეს უწყება, თუმცა სანდრო მეგრელიშვილის და მისი უფლებადამცველიც აცხადებენ, რომ აპირებენ, რომ სხვა დემონსტრანტების შემთხვევაშიც და სანდრო მეგრელიშვილის შემთხვევაშიც ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოწურონ იმისთვის, რომ თავიანთი საქმეები შემდგომში უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღონ.